მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ ტებ პირველზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ძირფასო ტელემაყურებლო ტრადიციულად ვიწყებ რეჟიმის უკანონო პატიმრებით, სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 34 დღეა შიმშილობს და სოლიდარობა რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს. თავისუფლებას უსურვებ ყველას ძირფასო ტელემაყურებლო. მინდა შევეხო მზია ამაღლობლის საქმეს, დგებუაძეს პოლიციელი რომ იძახდა, რომ ლოყის და ყურის არეშიო ტკივილი ვიგრძენიო, ამის გასამყარებლად სისტემამ რამდენიმე მოწმე მოიშველა. მოდით ვაყოთ ინფორმაცია. მოწმეები ამბობენ ამას. მზია ამაღლობლის საქმეში 6 პოლიციელი დგებუაძეს უდასტურებს, რომ ლოყის და ყურის არე გაწითლებული ჰქონდა. მე მოვიპოვე იმ პოლიციელების ჩვენება, აი მაგალითად ერთ-ერთი ესეთი ადამიანი იყო, ესეთი პოლიციელი ამბობდა, ნახეთ როგორ უწითლდებოდა ლოყა და ყური დგებუაძეს, ასევე შევნიშნეთ როგორ დნებოდა თვალს და ხელშუა, როგორ იკუნტებოდა და უმწეო როგორ ცახცახებდა ამხელა მთასავით ბიჭი, ერთ-ერთი ჩვენება ესეთი იყო. მეორე ჩვენება მაგალითად ასევე მის ქუთუთოებზე აღენიშნებოდა სასტიკი 9 მილიმეტრიანი ამობურცვა და მის თოთო ბავშვით უმანკო კანზე შეინიშნებოდა მზიას მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მიყენებული ზიანი, კერძოდ ვარდისფერი შეფერილობა, რის შედეგადაც განიცადა გაუსაძლისი ტკივილი. მალე არ გამოურიცხავთ დგებუაძესთან ერთად ამ 6 პოლიციელსაც დაზარალებული სტატუსი მიანიჭონ, იმიტომ რომ შენეხუმრები ასეთი ვანდალური ფაქტის ყურებით მიღებული შინაგან ტრამვას, რაც მზიას დარტყმის შედეგად განიცადეს სათუთი პოლიციელების პაწაწინა გულებმა, რა დღეში იქნებიან ძვირფასო ტელემაყურებლები. სისტემის მოსამართლემა ქართული სასამართლო გადააქციეს ფულის საჭრელ დაზგად. არ აქვს მნიშვნელობა ყველა ადამიანს, ვინც ითხოვს პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს 5000 ლარიანი ჯარიმებს უწერენ. ყველას. ლადო აფხაზავა, ნინო ქათამაძე, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად და აქტივისტებთან ერთად ყველას 5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. აი სულ რომ არ იყო სასამართლოში მისული, შენს დაგაჯარიმებენ 5000 ლარით. თავარია ფეხი შედგა შენობაში. მოკლედ მოსამართლეები ხალხს როგორც კლიენტებს უკვე ისე უყურებენ. ესე აი მოსამართლეები ერთმანეთში ასეც ლაპარაკობენ, რომ პროცესი კი არ მეწყება. ესა ბოდიში 5000 ლარიანი კლიენტია მოსული, გავალ და შემოვალ. ანუ აი ესეთი მდგომარეობაა დღეს ჩვენ სასამართლოში. აუცილებლად მინდა შევეხო ერთ თემას. 2 დღის წინ 70 წელი შეუსრულა მსოფლიო ბანს ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მინდა მიულოცოთ ჩემი ეთერიდან ბატონ პაატას და ვუსურვო წარმატებები. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ბატონ პაატას უნდა ოპერის და ბალეტის თეატრში საიუბილეო კონცერტი გაეკეთებინა, სადაც მოწვეული იქნებოდნენ ძალიან ბევრი ვარსკვლავი და რა მოხდა? ქართულმა ოცნებმა ბატონ პაატას არ დაუთმო ოპერის სცენა. ხალხო წარმოგიდგენიათ რა ხდება? პაატა ბურჭულაძე ოპერაში არ შეურჩეს. აი კონცეფტს რო აგიხსნათ, რამხელა უსამართლობაა ეს. აი ბიძინა რომ დენდროლოგიურ პარკში არ შეუშვათ. თქვენთვის აი ესეთ დაახლოებით ეგეთი უსამართლოა, მარტივ ენაზე გელაპარაკებით რა, კოცებო თქვენ. მე ვფიქრობ, რომ ბატონ პაატა ძალიან ამბიციური კაცია, რასაც დავაკვირდი. მესმის, რომ იუმორინა ფილარმონიაში ატარებს კონცერტებს, მესმის, რომ ბერას გამო მთელი რუსთაველის თეატრი შეიძლება გადაიკეტოს. აი მესმის ყველაფერი მესმის, მაგრამ პაატა რო ხარ ბურჭულაძე, განარა გაგიკეთებია ახლა ისეთი რომ 70 წლის იუბილე არც მეტი, არც ნაკლები ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაიხადო. რა შექმენი ამისთანა? პაატა ბურჭულაძე თორე ეგეც არ მყავდეს რეზო და ბავშვები ახლა. აი ამ ყველაფერს რომ გაიფიქრებ და ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ან ძალიან ბოროტი ხარ, ან ძალიან გონება ჩლუნგი ხარ, ან უბრალოდ ძალიან კოცი ხარ. ნუ კი ასია, კოცი არის ახალი ზეცართავი სახელი ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომელიც ადამიანის შეფასების ყველაზე დაბალი საფეხურისთვის შეიძლება რომ გამოიყენებოდეს. არ არსებობს შეფასება მასზე უარყოფითად აღმატებული. როგორი ბოროტი, როგორი ჩლუნგი, როგორი კოცი. ანუ შეუულებრივად კითხვა დაესმის ესეთი რა.
ესე იგი, პაატა ბურჭულაძე რომ აგიხსნათ, რამხელა დონის ვარსკვლავია ძვირფასო მეგობრებო. თითქმის ყველა დიდ საოპერო სცენაზე აქვს ნამღერი, ასევე ლუჩანო პავაროტის ძალიან ახლო მეგობარი, პლასიდო დომინგოს და მონსერატ კაბალიესთან იმ დონის მეგობრობა ქონდა, რომ აქ უფასოდ ჩამოგვიყვანა საქართველოში. ასევე აღიარებულია როგორც მსოფლიო ბანი. აი ამ კაცს არ უშვებენ ოპერის თეატრში. შეცდა ბატონი პაატა ბურჭულაძე, შეცდა. ცეკვავენ ვარსკვლავებში უნდა ეცეკვა და მოხდებოდა თავისუფლად. ითად ეგეთი გრანდიოზული ქოცური ღონისძიებები იმართება ხოლმე ეგეთ დიდ სცენებზე, სხვა ისეთი არაფერი მახსენდება. გრძელდება აგრესია და ფიზიკური ძალადობა ქართული ოცნების მხრიდან. რამდენიმე დღის წინ აბუ-დაბიდან დაბრუნებულ ცნობილი ინციდენტში მონაწილე გაბიტაშვილს სახლთან ახლოს 3 ნიღბიანი დაესხა და სემეს ტვინის შერყევა აქ ადამიანს. რა თქმა უნდა, ეჭვი ეგრევე გაჩნდა, რომ ეს იყო შურისძიება. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ჩვენმა უდაბნოს არწივმა. უშიშარმა ირაკლი ზარქუამ, ანუ ეჭვი იყო, რომ ზარქუას გაკეთებულია, მაგან მიუგზავნა და ამიტომ ზარქუამ თავისი სათქმელი თქვა. ნახოთ. თუ ჩემზე აქვს თვინეს ეჭვი, მე არ მჩვევია ასე. ზარქუამ თქვა, რომ მე რომ დომოდაო, მე გძელდება ეს სტატია. ვიღაცას კი არ მიუგზავნიდიო, ან კამერებით კი არ მივიდოდიო, პირადად გავცემდი პასუხს. უხო როგორი მკაცრია ჩვენი ფლოსტებიანი უდაბნოს არწივი. ზარქუამ ასევე თქვა, რომ მან დააშავა, არასწორად მოიქცაო და მისაღები მიიღო. ამას ამბობს გაბიტაშვილზე. არადა ამ გაბიტაშვილმა დაინდო და არ გაამძაფრა საჩივარი სასამართლოში, თორემ დღეს იმ სასტუმროს ფოიეში ზარქუას წყარო იქნებოდა გახსნილი. მიხვიდოდი, დაალევდი წყალს, ჭიქას იქვე დადებდი და გახედავდი ფოტოს, რომლიდანაც გიცქერის მომღიმარი მაღალშუბლიანი უდაბნოს არწივი თავისი ლამაზი შარმიანის ღიმილით. გაბიტაშვილს ჩვენება რომ მიეცა ძვირფასო ტელემაყურებლებო აბუ-დაბიში, დღესაც ციხეში იქნებოდნენ ზარქუაც და სანიკიძეც. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა სიბრალურის გზნობა გაგაჩნიათ ქართული ოცნების წევრების მიმართ, ქოცი არის არსება ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომელიც ყველაფრისგან დაცლილია. არ გააჩნია ადამიანობა, არ გააჩნია მორალი, სინდისი, ნამუსი, არ იციან არც მეგობრობა, არც თანადგომა და არაფერი საერთოდ. ამიტომ როცა გიჩნდება საშუალება, რომ პოლიტიკურად გასრისო, ამაზე არც უნდა დაფიქრდე. ეს ჩემი კეთილი რჩევა, ვისაც ჯერ კიდევ უნდა რომ ამათ ბოროტებას სიკეთით უპასუხოს. ეგეთები არიან ხოლმე აქციაზე, რომ აი მაინც რო კეთილი ადამიანია და უნდა რომ მის სისაძაგლეს სიკეთითვე უპასუხოს და მოეფეროს. თავზე ხელი გადაუსვას იმ ნადირს, რომელიც ჯოხით მოგდოს. რადგან ძალადობას შევეხეთ, აქვე მინდა ერთი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. ყველას გვახსოვს, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტ გურამ როგავას რეჟიმის სპეცრაზმელები. გურამ როგავა რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა პარლამენტში და სადაც გასაუბრება ოცნების დეპუტატთან. გთავაზობთ ნაწყვეტს ყველაზე საინტერესო ინტერვიუდან, ნახოთ. მოვისიყო რა ქვია ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აი აქ იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგისვა. როგავა რომ სასიკვდილს გადაურჩა, ამაზე თქვა, რომ პატარა სამწუხარო ინციდენტიო. ნინო წილოსანმა თან როგორი ტონით ესაუბრება. აი მე ნინ, აი როგორი მკაცრი ტონია რა დაგემართა რა. ძალიან მე ინციდენტურები ნინ. მოკლედ ნინო წილოსანი არის ადამიანი, რომლისთვისაც თავის გატეხვა ინციდენტია და ფრჩხილის მოტეხვა კატასტროფა. ვის ეტაკები გურამ? ვის? ნინო წილოსანს მაგას ისეთი ბაბლი ყავს. ყველა რო თითო პრადას ჩეკმა გადმოგიგდოს, გაგსრისავენში არასწორო კაცო. გეთახმები, ნინ ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი იყო და საერთოდ რა უნდა კაც ჟურნალისტს იმ ადგილას, სადაც ხალი დეპუტატია. როდის ყოფილან არს აქამდე დედათა და მამათა ერთად ჩაეწეროთ ინტერვიუ, ხო? ხვდები, ხო? საიდან არის ეს ციტატა? აი ერთ ქალზე რომ არის ქმარმა ასტამი რომ აიღო და სამწუხარო ინციდენტი რო შეემთხვათ. აი იმაზე არის საუბარი. ისე რომ დავაკვირდი, ნინო წილოსან სიტყვათა მარაგი აქვს, მაგრამ სწორად ვერ იყენებს.
იმიტომ რომ იცის რაღაცები, მაგრამ რა არასწორად ალაგებს რა, სიტყვებს რაღაცა მოუხდა, თითქოს მოუხდა წინადადებასო, ისე სვამს სიტყვას. ქალბატონ ნინო, სიტყვა სამწუხარო არის მაგალითად გამოცდას რო ვერ ჩააბარებს, სამწუხაროდ ვერ ჩააბარებ. სიტყვა ინციდენტი არის მაგალითად აი მანქანის ეგრეთ წოდებულ შიტოგზე რო ვინმე გაგისვამს. მეორე მანქანით და დაგიზიანებს და რაღაცა ინციდენტი. ხოლო ჟურნალისტს რომ თავში ფეხს ურტყამ და ბორდიულზე თავს არ ტყმევინებ, ეგ არის მინიმუმ ძალიან აღმაშფოთებელი და მაქსიმუმ სისხლის სამართლის დანაშაული. ასე რომ ესენი დაალაგე ახლა და ჩასვი მაგ წინადადებებში ნორმალურად. სულ უფრო აქტუალური ხდება ბიძინა ივანიშვილის სანქციების თემა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ამზადებენ სიებს თუ ვის უნდა შეეხოს დასავლეთის სანქციები. ამ სიების შემდეგ ჩადიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე საინტერესო კომენტარი გააკეთა გოგა ხაინდრავა. ნახოთ რა თქვა მან ლელოს ლიდერ ბატონ მამუკა ხაზარაძეზე. ნახოთ. ბოლშევიკმა ბერბიჭაშვილმა ილიას ესროლა კომკავშირელმა ხაზარაძემ საქართველოს. ხაზარაძემ საქართველოს ესროლაო, ამას ამბობს ამას იძახის ადამიანი, რომელმაც 90-იანებში თუ რამე მსხვილ კალიბრიანი იყო. ყველა მოარტყა მთავრობის სასახლეს. ერთი ქიმიური არაღი არ უსრია, ისიც იმიტომ რომ თვითონ მოიწამლებოდა და შეეწირებოდა ამ ამბავს, თორე მაგასაც ისროდა. გოგა ხაინდრავასგან ამგვარი განცხადება ისეთივე უტიფრობა, აი პუტინს რომ ნობელის პრემია გადასცემ მშვიდობის დარგში. აი ესეთ რაღაცებს არ უნდა ამბობდეს ეს კაცი. ძალიან საინტერესო ფიგურა გამოჩნდა ქართულ პოლიტიკის ჰორიზონტზე. ოღონდ ჩრდილოეთიდან მოდით ნახოთ ერთი საინტერესო ადამიანის განცხადება. უნდა მოვაცილოთ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი ხელისუფლებისთვის თავს მოხეული სახელმწიფო სიმბოლიკები და შემოვიღოთ საქართველოს ახალი დროშა, ასევე ახალი ჰიმნი და გერბი. იგორ გიორგაძე. სახელმწიფო სიმბოლიკები უნდა შევცვალოთო, ამას გვეუბნება ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუტი ააფეთქა. კერძოდ კი ედუარდ შევარდნაძე პირდაპირ მნიშვნელობით ძვირფასო მეგობრებო. იგორ გიორგაძე ეს კაცი იყო რუსულ კგბ-დან დანიშნული უშიშროების მინისტრი საქართველოში. ვინც არიცით ახალგაზრდებო. ესე უცებ არსაიდან გამოჩნდა და აი ეს იდეა თქვა. როგორ ფიქრობთ? ეს თავისით მოუვიდა თავში თუ რაღაცა აი გეგმის ნაწილია. და თუ გეგმის ნაწილია, როგორ ფიქრობთ? ეს ბიძინას არ ექნება დავალებული, აი ესეც რომ აი მოკლედ მოაზროვნეებს რომ თავი დავანებოთ, ვინც ფიქრობს რომ დედამიწა ბრტყელია, წესით ეგენიც უნდა ხვდებოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დიდი მზაკრული გეგმის განხორციელება იწყება, რომ იცოდეთ. საინტერესო ამბავი გავრცელდა იაპონური პრესის ფურცლებზე. ვერასოდეს წარმომედგინა რომ იაპონურ ნიუს გამოვაცხადებდით ჩემს მონოლოგში. მოკლედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონია საქართველოს ელჩმა უტა ივანიშვილს შეხვედრისას შავი ჩანთა გადასცა. გაჩნდა კითხვა, ნეტა რა იდო ამ შავ ჩანთაში. არ თუ ისე მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს 53 წლის ვანო ჯავახიშვილი თბილისიდან. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს, რის გამოც მას აღარ შეუძლია თანხების გადარიცხვა. ამავდროულად ივანიშვილი თავისი უფროსი შვილისთვის იაპონიის ელჩს ატანს შავ ჩანთას. ყურადღება კითხვა, რა დევს შავ ჩანთაში? გეტყვით რომ სწორმა ვერსიამ ყოველას ტვინში გაიჟღერა. ეს იყო რუბრიკა რა, სად, როდის, რატომ, რისთვის და როდემდე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართულ ოცნებაში დაიწყეს ფიქრი, როგორ გამოვძვრეთო ახლა ამ მდგომარეობიდან და რა მოვიფიქროთო და ამ დროს კოცებს გამოიყო ერთი უცნობი ფალავანი. და განაცხადა, მე ვიღებ ჩემს თავზე ამ ყველაფერს. გენიალური გეგმა მოვიფიქრეო. მოდით ნახოთ, როგორ გააправა უცნობმა კოცმა ვარსკვლავმა ახალმა ამომავალმა. ნახოთ. გააჩნია ამ შავ ჩანთაში რა დევს? იქნებ საქართველოსთან დაკავშირებით წიგნები დევს, ხო? არ ვიცი ვინ არის ეს ახალგაზრდა, მაგრამ დიდი პოლიტიკური მომავალი აქვს აშკარად. ეს რა გონება მოიფიქრა ძვირფასო მეგობრებო. მართალია, რო იგონებთ საზიზღრობებს და 1000 სისაძაგლეს და თავში რო ეს ყველაფერი გიტრიალებთ, იქნებ მამამ ლიტერატურა გაუგზავნა. კლასგარეშე საკითხავი წიგნები. რა, წიგნები არა აქვს თუ რა ბიძინას? ჯერ მარტო საქართველოში რამდენი წიგნი აქვს? დამატებით საზღვარგარეთ? წიგნები აქვს გამოტენილი ოფშორები, რამდენი წიგნი აქვს ოფშორებში?
იქიდან რომ წიგნები შემოეტანა, წარმოიდგინეს სპეციალური კანონი მიაღებინა პარლამენტს, რომ წიგნები დაბეგვრას გარეშე შემოეტანა ჩვენს ქვეყანაში. აი ასე ებრძვიან ჩვენი განათლებული ოლიგარქის ბიბლიოთეკას ეს ნაძირლები ესენი. გრძელდება საპროტესტო აქციები და პოლიტიკოსებიც ხალხთან ერთად დგანან. ოპოზიციონერები, ხო, აქციაზე დგანან, თქვენ ხო ამბობთ, სად არის ოპოზიცია? სად არის ოპოზიცია? რას აკეთებსო? არ არის მასე მეგობრებო. ოპოზიციაში რომ ყველაფერი კარგად არის და პროცესები დუხს, ამის ამსახველ ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ ახლა. მოდით ვნახოთ ნიკა მელიას კომენტარი, რომელიც ჩაწერილია რუსთაველის გამზირიდან. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე. ვნახოთ. წარმოიდგინეთ, ერთი წამი წარმოიდგინეთ ივანიშვილს ცალკბად მაინც თუ აქვს ნათქვამი, წარმოიდგინეთ, ერთი წამი წარმოიდგინეთ ივანიშვილს ცალკბად მაინც თუ აქვს ნათქვამი უბახიძისთვის. აი ესე, სხვა საკითხია რას ფიქრობს, მაგრამ ერთხელ მაინც თუ აქვს ნათქვამი ან გომელაურისთვის ან არ ვიცი ხარებასთვის პირობიდან, რომ იცი რა, მე თუ დავმარცხდი ბიჭო, მე ქვეყნიდან წავალ. აი დაშვებასაც არ უნდა აკეთებდეს აქედან, იცით რა. ყველამ შენიშნეთ ალბათ ბოლი. ხალხო გილოცავს, როგორც ჩანს ოპოზიციამ აირჩია ახალი ლიდერი, მელიას თავიდან თეთრი ყვავლი ამოვიდა. აი თქვენ რო გონიათ ოპოზიცია არაფერს აკეთებს, ხედავთ რა დღეში ადამიანი. სავარაუდოდ ხელისუფლების გასტუმრების 1000-ნაირი ვერსიის დუღილი მიდის მის თავში და ამ დუღილიდან გამოწეული ორთქლი ազდის თავიდან. მელიას თავიდან აღმოცენებული ორთქლი ავაჰაერში ძვირფასო მეგობრებო გაცივდება, წყლად გარდაიქმნება და ცოტა ხანში საქართველოში ნიკა მელია იწვიმებს. კაპ ესეთ ნიკა მელია რომ ყველასგან გამორჩეული იყო, ამას ხვდებოდი, მაგრამ რატომ იყო ეს? ამას ვერ ხვდებოდი. აი ახლა მივხვდი. სხვები ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს ოპოზიციონერები და ნიკა მელია არ არის უბრალო ადამიანი. ნიკა მელია არის მიძინებული ვულკანი. დიახ, მიძინებული ნიკანორი, ვულკანი ნიკანორი, რომელიც ამ ვიდეოს მიხედვით იღვიძებს და მტრისას თუ ამოხეთქა. წაგლეკავთ ყველას თქვენ, უსუსურებო თქვენ. ისე მელიას მინდა უსაყვედო, რომ ამ ხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხარ. რა გაგიხდა ერთი პატარა გამწოვი რომ დააყენო თავთან? რომ გაიწოვოს ეს ორთქლი რომ გაიწოვოს. ასეთ რომ გამოწევდა რომ ირთვება თავისით. თავთან ესე იქნება, ამას გამოწევთ პირდაპირ ორთქლი შედის ესე. იმიტომ რომ მაინც რუსთაველია და ეხლა საერთო სივრცეა და შენი ორთქლის ცხები რატო უნდა შეაწუხა ვერტყლი. მოკლედ მეგობრებო, ჩემზე ისე იმოქმედა ამ კადრებმა, რომ ჩემი მონოლოგი მინდა ლექსით დავასრულო, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას მიუძღვენი. უთმოთავიდან ორთქლი აფრინდა. ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ ახსნექი ინტერვიუსის და სიტყვებს ისვრი როგორც იარაღს. ოლიგარქს ლანძღავ აკაფებული ვეღარ აქ ხედავ ორთქლით იცლები, როგორც საძროხე ქვაფს ოხშივარი ნიკა მელიას ազდის ნისლები. მოდი გეძახი 1000 წლის მერე დამნაცროს ელვამ შერიტანისა, თავზე ორთქლი ხომ ნიშანი არის აჰალ ლიდერთან პაემანისა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ დაპროგრამებად ბენდი დამუნალეკოიშის ხელმძღვანელო, მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP.